სამოქალაქო სექტორის გაძლიერება თუ წინასაარჩევნო აქტივობა, რას უკავშირდება ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ტენდენცია აჭარის რეგიონში შეინიშნება. ექსპერტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეფასებები ნახეთ ახლა ჩვენს რეპორტაჟში. სამოქალაქო სექტორს აჭარაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 3 არასამთავრობო ორგანიზაცია შეემატა. მათ შორის მით საზოგადოებაში სახელმოხვეჭილი ორგანიზაციების კონკურენცია შეეცდება ახალგაზრდა მოქალაქეა. ახალგაზრდების ხელშეწყობის ერთთვიანი პროექტისთვის ორგანიზაცია 5,000 ლარზე მეტ დახარჯავს. გრანტი ორგანიზაციამ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო. ვთვლი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ბევრი ასოცირდება მმართველ გუნდთან, ბევრი კიდე ესე იგი ოპოზიციურ გუნდებთან, მაგრამ მე ვაპირებ ნებისმიერ ახალგაზრდასთან, თუნდაც ეს იყოს ოპოზიციური პარტიის წევრი, ახალგაზრდა გაუკეთოს საქმე. ახალგაზრდების კიდევ ერთი ჯგუფი ბათუმში გარემოს დასაცავად გაერთიანდა. მწვანე ჯგუფი პირველად საზოგადოებამ ჭაჭის კოშკთან ორგანიზებულ აქციაზე გაიცნო, როცა ამ ტერიტორიაზე მათ მშვიდობის პარკის მოწყობა მოითხოვეს. რამდენიმე დღის წინ კი ისინი ავთანდილ ბერიძესთან ერთად გამოჩნდნენ. 1 აპრილს ორგანიზაციამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. იქნება ქმედითი აუცილებლად და შედეგი ნამდვილად დაისახება ბათუმის, არა მარტო ბათუმის რეგიონის მწვანე საფარზე. თავიანთი გეგმების და მომავალი საქმიანობის შედეგიანობაში დარწმუნებულია ხელვაჩაურის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი სულიკო მიქელაძეც. მან ერთი თვის წინ ფერმერებისგან შემდგარი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და მიზნად მივიწყებული ვაზის ჯიშების მოშენება დაისახა. ყოველი ფერმერი შეძლებს ამ გზას დაადგეს და მოაშენოს რაღაც ახალი უნიკალური ჯიშის ვაზები. მოკლე დროში არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვის მკვეთრად გაზრდას ექსპერტები ჯერ კიდევ მაშინ პროგნოზირებდნენ, როცა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია მოქალაქე ჩამოაყალიბა და მოღვაწეობის ახალ ასპარეზად სამოქალაქო სექტორის საკუთარი ხარჯებით განვითარება დაასახელა. უნდა ვისაუბროთ კარგად, როგორ ვიქირავოთ ხელისუფლება. პირველ რიგში ჩვენ კარგად უნდა ვისაუბროთ ვინ ავირჩიოთ და რატომ. ექსპერტების დაკვირვებით, არასამთავრობოების გამრავლების ტენდენცია განსაკუთრებით 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიმჩნევა. რამდენად პრიორიტეტულია მათთვის დარგობრივი ინტერესები, წინაწლების გამოცდილებით ექსპერტები არ გამორიცხავენ. ახლად შექმნილი ორგანიზაციები მოახლოებული არჩევნების წინ პოლიტიკური პროპაგანდის იარაღი გახდნენ. შეიძლება უკავშირდებოდეს მართლაც რაღაც პოლიტიკურ ესე ვთქვათ კალენდარს, ამით რაღაცნაირად რეალიზდება, ესე ვთქვათ, განსაკუთრებით გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც გაცილებით უფრო ამბიციურია თავის, ესე ვთქვათ, დამოკიდებულებებში, პირად დამოკიდებულებებში და მეორე არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცები აბსოლუტურად ბუნებრივად ფიქრობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე რაღაც ფინანსური რესურსი საკმაოდ მაღალი არის, ბუნებრივია გარკვეული ფინანსური ინტერესიც იყოს. საჯარო რეესტრში დღეისათვის 18,044 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. არასამთავრობოებთან ერთად ინტერნეტ სივრცეში ახალი საინფორმაციო პორტალებიც გამოჩნდა. მათ მიერ გასაჯაროებული ინფორმაციები ერთი მხრივ მმართველი გუნდის ნაკლოვანებებს ამხელს, მეორე მხრივ კი ოპოზიციაში გადასული პოლიტიკური გუნდის გააქტიურების მაჩვენებელია. ვის რა ინტერესი ამოძრავებს, რამდენად შედეგიანია მესამე სექტორში დახარჯული ფული და უწყობს თუ არა ის ხელს საზოგადოების პროგრესს. კვლევა ამ მიმართულებით საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა.